გულწრფელი მადლობა ამ საკითხზე საუბრისთვის, მაგდა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია და საჭმელს ყელის კიბო არის საკმაოდ გავრცელებული დაავადება. ქალებში მაღალი არის როგორც გავრცელება, მაღალი ასევე სიკვდილიანობა. როგორც ახსენეთ, 200-მდე ტიპის ვირუსი არსებობს, პაპილომა ვირუსი არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. და ამ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შეიძლება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით. გარდა საშვილოსნოს ყელის კიბოსი, რა ტიპის პრობლემებთან შეიძლება მივიდეს ადამიანის ჯანმრთელობა? შესაძლებელია, რომ პაპილომა ვირუსი არსებობდეს ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრება, მაგრამ არ გამოიწვიოს ამან რაღაც ისეთი სერიოზული ზიანი. სხვადასხვა ტიპის პაპილომა ვირუსი შეიძლება არსებობდეს ორგანიზმში და არ იწვევდეს კიბოს, მაგრამ კიბოს გამომწვევი ვირუსები პირველ რიგში იწვევენ ეპითელიუმის დაზიანებას, კიბოს წინარე დაზიანებას საშვილოსნოს ყელზე, რომელიც შემდეგ რამდენიმე წელიწადში დაახლოებით 10-15 წელიწადში ყალიბდება როგორც კიბო. სქესობრივი გზით არის გადამდები, როგორც თქვენ ახსენეთ და ვაქცინაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში. შესაძლებელია თუ არა ვაქცინაციით თავიდან იქნას აცილებული საშვილოსნოს ყელის კიბო? რამდენი პროცენტია ამის ალბათობა, რომ თავიდან აიცილებს ადამიანი და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, ეს მხოლოდ ქალებს ეხება თუ კაცებსაც იცავს გარკვეული დაავადებებისგან? ძალიან საჭირო შეკითხვებია. პირველ რიგში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გვიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ეს ვაქცინა არის საკმაოდ ეფექტური, შედეგიანი და უსაფრთხო და თუ სხვა ვაქცინები გვიცავენ საშიში ინფექციებისგან, ეს ვაქცინა გვიცავს კიბოსგან. ვაქცინა კეთდება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში, ქალებში, მამაკაცებში. და პირველ ეტაპზე ეს კეთდებოდა გოგონებისთვის, ახლა უკვე საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც დაინერგა ბიჭებისთვისაც. ეს ვაქცინა პაპილომა ვირუსი არის აზიანებს როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს და ამიტომ კოლექტიური საზოგადო იმუნიტეტის შექმნისთვის აუცილებელია ორივე სქესის ადამიანი აიცრას. და ყველაზე მთავარი კითხვა, რაც ზოგადად ვაქცინაციასთან არის ხოლმე დაკავშირებული ნებისმიერი სახის, რამდენად უსაფრთხოა ეს აცრა? ვაქცინის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იქედან გამომდინარე, რომ ეს ვაქცინა დაინერგა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 19 წელია, 2006-2007 წლიდან. ეფექტურობის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, რომ ავსტრალიაში, სადაც 2006 წლიდან დაინერგა და აქვთ მაღალი მოცვა, უკვე არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია ხდება აცრილ იმუნიზებულ ადამიანებში, არამედ უკვე აღმოფხვრისკენ მიდის 2035 წლისთვის ავსტრალიაში საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება არ იქნება, შესაბამისად მათ კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევენ. რაც შეეხება ბრიტანეთში, სადაც შესწავლილი ასევე დიდი ხანია, 20 წელია დაახლოებით კეთდება ეს ვაქცინა, შესწავლილი იქნა იმუნიზებული ადამიანები და მათში არ აღმოჩნდა საშვილოსნოს ყელის კიბო. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, როგორც რეგულირების მექანიზმები, ასევე მონიტორინგის და უსაფრთხოების ზედამხედველობის მექანიზმები, როგორც წარმოების ეტაპზე, ასევე კვლევებით ხდება ხოლმე შესწავლა ამა თუ იმ კავშირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აქვე გითხავთ, სადი წარმოება რომელი ქვეყნის ვაქცინებზეა საუბარი? ეს ვაქცინა გარდასილი, რომელიც არის ეხლა ჩვენთან, რომელიც კეთდება, იწარმოება შეერთებულ შტატებში. და რამდენად ხელმისაწვდო, მე ამაზეც აუცილებლად მინდა რომ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, საქართველოში რა ტიპის დაავადებებისგან იცავს, როგორც ჩემთვის ცნობილი, უკვე 9 კომპონენტიანი შემოვიდა, რას ნიშნავს ეს, რომ ავუხსნათ უფრო კარგად? პირველ ეტაპზე იყო 2 კომპონენტიანი, შემდეგ იყო 4 კომპონენტიანი, ეს ემატება ის ვაქცინის ტიპები, რომელიც იწვევენ კიბოს. ამ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი შემადგენლობა აქვს, უფრო მეტი დაცულობა არის. 90%-ზე მეტი მოსახლეობის 90%-ზე მეტი აცრის შემთხვევაში ეს იქნება სრულიად დაცული და 90%-ზე მეც 99%-ამდე არის დაცულობა ვაქცინის შემთხვევაში. თუმცა ყველაზე საშიში, როგორც გადაცემის დასაწყისშიც აღნიშნეთ, არის მე-18 და მე-16 შტამი, ხომ?
შემდეგ მოყვებოდა 6-11, ამასაც მოიცავს და კიდე დამატებული არის ყველაზე აუცილებელი ტიპები. რაც ახსენეთ, ხელმისაწვდომი არის, მაგრამ ძალიან დასანანია, რომ მოსახლეობაში არის საკმაოდ დაბალი მოცვა და არ ხდება სრულად გამოყენება მოსახლეობის მიერ ამ ვაქცინების. პირველ რიგში ეს ვაქცინა ძალიან ეფექტური არის 9-15 წლის ასაკში. საქართველოში გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც კეთდება 10-15 წლის ასაკში 2 დოზა 6 თვის ინტერვალით და 15-26 წლის ასაკში ბიჭებისთვის არის 3 დოზა და 15-45 წლის ასაკში გოგონებისთვის, ქალბატონებისთვის არის 3 დოზა. მოცვა არის საკმაოდ დაბალი და კიდევ გავიმეორებ, ძალიან სასარგებლო იქნება თუ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დავიცავთ თავს კიბოსგან. რამდენად შესაძლებელია ორსულებისთვის ვაქცინაციის გაკეთება? ორსულებისთვის ეს ვაქცინა არ კეთდება, იმიტომ რომ არ ყოფილა შესწავლილი ორსულებში ვაქცინის ზემოქმედება, თუმცა, როდესაც იყო შემთხვევები ადამიანმა არ იცოდა რომ ორსულად იყო იმ მომენტში, როდესაც ვაქცინა გაიკეთა, არანაირი გვერდითი ეფექტები არ დადგენილა. თუმცა რეკომენდაცია არ არის. ზოგადად რაიმე გვერდითი მოვლენები თუ აქვს ამ ვაქცინაციას? ისევე როგორც ზოგადად ვაქცინაციას, თქვა, იქნება ეს ალერგიული რეაქცია და ასე შემდეგ. ვაქცინებს, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასაც, სხვა ვაქცინების მსგავსი გვერდითი ეფექტები, მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები გააჩნია. ეს შეიძლება ყველაზე გავრცელებული არის შეწითლება ან მტკივნეულობა აცრის ადგილას. კეთდება ამ კლავზე და ეს არის ყველაზე მეტად გავრცელებული, რომელიც შეიძლება იყოს 1 დღის ან 2 დღის განმავლობაში. ასევე შეიძლება იყოს ტემპერატურის მომატება, სისუსტე, გულის წრევის შეგრძნება და ძალიან იშვიათად გულის წასვლა, მაშინ როდესაც ეს ძირითადად ემოციურ ფონზე ხდება ხოლმე, როდესაც ჯგუფურად სკოლებში კეთდება ვაქცინა და ერთმანეთის შემხედვარე ემოციისგან შეიძლება ნერვიულობისგან წავიდეს გული. რაც შეეხება რეალურ სერიოზულ გვერდით მოვლენას, რომელიც შეიძლება ახსოვე ახლდეს ანაფილაქსიური ალერგიული რეაქცია, არის ძალიან იშვიათი. დაახლოებით მილიონში ერთი შეიძლება იყოს, რომლის მართვაც შესაბამისად ყველა აცრის პუნქტში შეიძლება. და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა რომ განმარტოთ კაცების შემთხვევაში რის განიცავს, მე როგორც ვიცი, კაცი უფრო ხშირად არის გადამტანი ამ ვირუსის და ამიტომ არის მნიშვნელოვანიაც რა, თუმცა კიდევ გარკვეული დაავადებებისგანაც იცავს. მათვისაც ყავთ, ვთქვათ, მოზარდი ბიჭიშვილები და თუნდაც თავად სრულწლოვანი კაცებისთვისაც, რომ თქვათ ეს ინფორმაცია რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი. ეს ვირუსი ძირითადად არის აზიანებს ქალებს და აზიანებს საშვილოსნოს ყელს, მაგრამ ასევე შეიძლება კიბოები გამოიწვიოს მამაკაცებშიც. თუმცა რადგან ახსენეთ რომ მატარებელი არის კაციც, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია რომ ორივე სქესის ადამიანი აიცრას.